მოკლედ გავეწყეთ ყველანაირად ბატონო ჩემო. ხო და პირველი 1 საათის ციკლი თუ 2 საათის არა არის ესეთი. ესე იგი პირველი 10 წუთი სიჩქარის ჩაგდების გარეშე უნდა ამუშაოთ ძრავი. ეს შეიძლება გააკეთოთ პირდაპირ წყალსატევზე, შეიძლება გააკეთოთ სახლში. ბალონში ჩაამონტაჟოთ ნავი და წყალი კონდეს ცირკულაციისთვის, რომ არ გადახურდეს. პირველი 10 წუთი უნდა იყოს უქმი მუშაობა. შემდეგ უნდა გავთიშოთ ძრავი და დავასვენოთ, ანუ უნდა გაცივდეს და ამის შემდეგ იწყება უკვე სიჩქარეში ჩაგდებული მუშაობა, უკვე წყალსატევზე ნავზე დადგმული ჯობია, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში, რადგან დატვირთვა სრული მოდის კბილანებზე და როგორც ჯდება ცილინდრები, ისე ჯდება ქვევით რედუქტორის კბილანები. ამ 10 საათიანი მოძიების შემდეგ რედუქტორის ზეთი აუცილებლად უნდა გამოცვალოთ უპირობოდ და შემდეგ დანარჩენი 50 წუთი 3 წუთიანი ასე რომ ვთქვათ შუალედებით 1700-დან 2200 ბრუნამდე უნდა ცვალოთ. 3 წუთი იმუშავებს 1700-ზე, 3 წუთი იმუშავებს მერე 1800-1900-ზე, 3 წუთი იმუშავებს 2000-ზე, შემდეგ 3 წუთი იმუშავებს 2200-ზე და მერე ისე უკან წამოვალთ უკუთვლებით და ასე გავივლით იმ 50 წუთს საერთო ჯამში 1 საათს დანამატი თავში 1 წუთიანად. ამას როცა გავივლით, შემდეგ უკვე გეტყვით შემდგომი 2-3 საათისას როგორ უნდა გავიაროთ.